ბრუნდებით რეკლამიდან ძვირფას ტელემოყურებლები, მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ნინო ჟიჟილაშვილი. ძალიან დიდი მადლობა. დაღმართებისა. კეთილი იყოს შევიდეთ ჩვენს გადაცემაში. გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. პირველად ვარ. პირველად ხართ. ზოგადად ესეთ გადაცემაში ხართ პირველად თუ ზოგადად? ესეთ გადაცემაში ვარ პირველად. დაძაბული ხარ ახართ. იცი რა, ცოტა განსხვავდება ჩვენი ფორმატები. ხა კამერასთან არ ვარ დაძაბული, მაგრამ შენთან ვარ. მაგრამ კვირის ეთერს რო უყურებ ხოლმე ხშირად არის უფრო აი ამ თემებთან დაკავშირებით ცოტა იუმორისტული, იმიტომ რომ მიშაც გიზით იქს. ეს გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ გარემო მიწყობს ხელს რა. არ მაკლია ესეთი სერიოზული იუმორის მქონე ხალხი გარშემო, ამიტომ ვცდილობ ხომ რომ აუყვე, მაგრამ ამ საკითხში პირველ ხაზზე არ ვარ, ეს უნდა ვაღიარო, ვნახოთ აბა შენს რომელ ხაზში გადამანაცვლებ ხა აი ხო, და შევხედოთ. ტესტია ჩემთვის ძალიან სერიოზული და შევხედოთ რა გამოვა. ხო, როგორ ახალ ისე ჯანმრთელობით გაციებული ხო არ ხარ, საციხეთ ხო არა საქმე, იმიტომ რომ ძირთად ვინც გაციებულია, ყველა ციხეში მიდის. ეხლა ისეთი პერიოდი დგას. რა კანონამდე მოვასწარი. მოილია. კანონამდე ვიხმარე პირბადეებით და ეხა აღარ მიწევს, იმიტომ რომ გამოჯანმრთელებული რომ თანაცრილი ვარ და სავარაუდოდ გადავრჩები. ისე ძალიანაც ხო, იმიტომ რომ ძალიან უცნაურია რა ეხლა ესე პირბადეების გამო როგორ იჭერენ ხალხს. ხო და გუშინ წინ ღარიბაშვილს უყურე როგორ გამოვიდა სუსის შენობიდან ამაყად. ნუ დაჯდა მანქანაში წავიდა და რა გააგზელა ისევ ისე ცხოვრება როგორც აქამდე ცხოვრობ. კი, ეგ როგორ არის იცი? აი ეგრეთ წოდებული ნასეტკები რო არიან, ხო ეხა? ხო. ეგენი ხო ვერ ხვდებიან ეხა თუ არ მიეცი ინსტრუქტაჟი ზუსტად რა უნდა გააკეთონ, მაგრამ ეხა ეზოებშიც რო არიან, მაგალითად იქ თუ ვინმე პირბადით გამოიერა ეგრევე რეკავენ. გამოიერა ქალმა პირბადით, გამოიერა კაცმა პირბადით ეცვა ეს, ანუ ეხა მაგათ გონიათ რომ ყველა პირბადიანი მართლაც დასაჭერია და ამ ხალხზე ისეთ ეგრეთ წოდებულ დანოსებს წერენ რა, რომ პირბადიანი ხალხი ჩვეულებრივად დასაჭერებად აღიქვამენ რა. ჩვენ ხუმრობთ ამაზე, მაგრამ მართლა ეგრე. მართლა ეგრეა, ხო, იმიტომ რომ რეკავენ, რომ აი ამას უკეთია პირბადები. პერიოდში გვიწევს ცხოვრება, აი ვერც უჯერებ ხოლმე ჩემს თვალებს ხანდახან. აღშფოთებაც ცოტა ისეა, აქვია გალაით და რა რაღაცა. ხო, იცი რა, ყველაზე მეტად ის მაშფოთებს სერიოზული ნაწილი რო ქონდეს ამ ჩვენს საუბარსაც, რომ ამას არ მივეჩვიოთ. მივეჩვიეთ. ხო, აი ამას თუ ვეჩვევით და ეს თუ უკვე ხან ხუმრობთ, ხან ბრაზობთ, მაგრამ ისე ვერა რომ შევცვალოთ ეს მოცემულობა, ეს არის რა. იმ კაც რომ უნდა, იმ ძენკაც რაც უნდა, ასე რომ რაღაცნაირად უნდა რაღაცები გვაქვს შესაძლებელი აშკარად, რომ. ხო. ჩემი სოლიდარობა ვახოსანაიას, ჩვენს მეგობარს, ციხეში ქეთაციცკიშვილს. მადლობა. და კიდე რა ვიცი, ამდენია დაკავებული, უბრალოდ ეხლა რადგანაც ვახო შენთან ძალიან ახლოს არის და ნუ ერთად მიყავთ საინფორმაციო გამოშვება, ფაქტობრივად ეხლა მარტო ხარ. ხო, სადღაც ერთი 10 წელზე მეტია ერთად გვაქვს გადაცემები სხვადასხვა ტელევიზიაში, სხვადასხვა ფორმატში და ვახოს გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღე. თან ხო იცით როგორი ტიპი ხა აუდიტორიამ შენი გადაცემის მაყურებელმათან ნამდვილად იცის მისი უნარები გარდა ინტელექტისა და ნიუსის საყვანისა და კარგი კითხვების დასმისა და რაღაცა ფართო ინტელექტისა, ხო? იცის მისი ეს ხასიათი, იცის როგორი ხუმარა, იცის რა სერიოზული იუმორის პატრონია და არ მოგაწყენს რა არასოდეს. გარდა იმისა, რომ საქმეს ერთად ვაკეთებთ, აი რო არ არის, მოვიხედავ და არ არის. აი ის დღე არის რაღაცა цаრიელი რა, ძალიან გვაკლია. ხვალ გამოდის. ხვალ გამოდის ხო და მაგან არიც ის რა ელოდება. მოიხადა, ესე იგი თავიდან ბოლომდე მოიხადა, ხო? კი, პატიოსნად. რა შემა იქიდან რეკავს არაბეს? არა, არ გვირეკავს, მაგრამ ის არის, რა ქვია, რომ გამოვიდა მისი ადვოკატი, პირველი რაც თქვა, აი ხო უნდა მოყვერო კაცი როგორ არის რა, რო გამოდის, ეხლა რა საკითხი, როგორ არის? ხო. და თქვა რომ გამოიყვანესო თმა კონდა ისე ორი. ეგ ხუთმას არის. თმა კონდა ისე ორი შემიძლია აი ესე. როგორც იგივე ბალიშიდან თავს ისე უდგას ადვოკატი, არაჩვეულებრივი ბიჭი თორნიკე, რომელიც იცნობს ვახოს მისი რესპონდენტია, შეიძლება ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს რა, მოწესრიგებული და ვარსნელი ყავს ნანახი, შოქში იყო. თმაო ისე კონდაო, რომ პირველ მარტო ამას ყვებოდა თმა როგორ კონდა ვახოს. ხო და არაფერს იწერება ან ხო, მე სიურპრიზი მაქვს შენთვის. მე და შენ გამოგვიგზავნა წერილი, რომელიც აქ უნდა წავიკითხო. კი. იცოდა რომ მოდიოდი თუ? იცოდა რომ მოვდიოდი, ხო. როცა საკანში შევედი, ორი კაცი დამხვდა. ორივე დაკავებული. ერთს ვიცნობდი. მეორეს გიორგი ყიასაშვილს, ძალიან კარგი კაცია, არ ვიცნობდი.
მაღალი სიმპათიური სპორტული აღნაგობის და როცა შევედიო, ესე შევხედეო ხო წერს. ვიფიქრე რომ მაგარი პრისტოპნიკია მეთქი რა, ესეთი ახოვანი რაღაცა, ესეთი ეგრეთ წოდებული დასტოინი რაღაცნაირი ცოტა სიტყვა ძვირი, ხო? და მეც ესე იგი აუბიო რა მხარი ამ ამბავს აი ამ სიტუაციას და რა ზეზი ხარ ბრატო ვკითხეო. მიფასუხა პირბადესეო. მიფასუხა პირბადესეო რა. ხო და ეხა მაგას გონია რომ რაღაც ისეთ წერს, რაზეც ჩვენ უკვე აქ არ ვერთობით, მაგრამ ის ხო ციხეში და ვერ გვიყურებს სხვა შორს ტელევიზორი არ აქვს და ამიტომ ისე აღმოჩენა ეს პირბადის თემაში კიდევ ერთი ელემენტი. ოღონდ ამასთან რომ კბილით კიოდაო და ეშინოდა რომ ინფექცია არ შეჭროდაო და ამიტომ მქონდა ეს პირბადეო რა. ხო და კაც კბილით კიოდაო და ბიძინას მოწინააღმდეგეა კბილით კივაო პირბადე გაიკეთაო და პირბადეზე დააკავისონ. იმიტომ კი არ ეკეთა ეს პირბადე რომ კბილით კიოს. ეხა კიდევ აცნობე ყველას რომ აქ ზაზა შათირიშვილის ნაშრომები ყველგან ამოიღეს. ყაველაშვილის ბრძანებით მხოლოდ კანტი, ჰეგელი და ცოტაც დეკარტი. არის ზაზა აღარ იძებნება. მეტი დრო არ ქონდა ეტყობა და ეჭემაქ რომ მოვა აქ და სასაული ისტორიები ექნება შენ. მე ვუთხარ, ზოგადად რა არის იცი რომ ადამიანებს ვეპატიჟები ხოლმე რაღაცნაირად ისე ხდება რომ იჭერენ ხან ოქრუაშვილს იჭერენ ხან უგულავას იჭერენ ხან იმას ნადირაძეს არა უბრალოდ ვახოს დაურეკე რომ მოემზადე მეთქი მალე იქნებ გადაცემაში სტუმრად თქო და ნუ გაემზადებს ვერ ვეუნები ხა წელიწადში ერთხელ ხო გეგმიურად გეგმიურად უწევს მე ვიცი რომ ანუ თვითონ ხა ვახოს ეს ხანდახან არის ხოლმე ცოტა მოუწესრიგებელი მაშინ ნუ ეს ხო ნუ ეს აქ ეს ჩვევა რომ იმიტომ რომ სულ რაღაცა თემებშია სულ რაღაცა ინტერვიუებში და ნუ ვერ ასწრებს ხოლმე ვერაფერს რა ხო მისი გამორჩეული არის პიჯაკები აქვს ხოლმე ცოტა უცნაური პიჯაკები რაცვია პიჯაკები არ მკითხო იმიტომ რომ პიჯაკებზე საერთოდ აქვს ბევრი პიჯაკი განსაკუთრებით თამუნასთან მეუღლე რაც დაქორწინდნენ თამუნა ძალიან ზრუნავს მის ჩაცმულობაზე პიჯაკი პერანგი ჰალსტუხი ყველაფერს ყიდულობს. მოკლედ ეს ყველაფერი უკიდია, ვთქვათ, 5 პიჯაკი ან 10 პიჯაკი, თავისი პერანგით, ყველაფერი მოწესრიგებული ხალხსტუხით, მაგრამ ხო უნდა ჩაიცვას. რომ გამოვა ეხა რა უნდა ქნა შენი აზრით. გამოვიდა, გაიხადა ჩამოკიდა. გაიხადა ჩამოკიდა. ბოდიში, გაიხადა ჩამოკიდა ეგრე სადა. როგორ იხდის იცი? აი ესე ხო გაიხდის და ესე გადმობრუნებულ სადაც არის იგდებს, აგდებს. მე იხსნის სასტუხს იმას სადღაც აგდებს. მე პერანგს იხდის იმას სადღაც აგდებს და ამას აღარ კითხულობს სადადო. იკარგება კაცო. პერანგები, პიჯაკები ერთჩვენე დღეს გაქრება. შევა ეს ვახო და თანხოცი როგორ იცის. სად არის კაცო ჩემი პიჯაკი და იგი ჩემო. სად არის ჩემი პიჯაკი? ვინ აიღო ჩემი პიჯაკი დაიწყებს და მოკლედ აღმოჩნდება რომ პიჯაკი აღარ არის და ამასობა შეიძლება გაყოს აი ესეთი გიორგი თარგამაძე ხო ეს მოწეს გიორგი თარგამაძის პიჯაკში გაყოს ხელი შეიძლება კონდეს პატარა ხო კუცად რომ იტყვიან და ასე შევიდეს ეთერში და ნუ გიორგის მე ამაზე რა ემართება ხო წარმოგიდგენია იმიტომ რომ ის მოწესრიგებული ყველაფერი დაღლაგებული ვახო მიდი გაუყარა ხედა არა თუ გიორგის ყველაზე პატარა ზომა რო გყავს თქვა ქეთი ნადიბაიძე ტელევიზიაში იმის პიჯაკიც სმია ეთერში ოღონდ აქამ მოგეთ ვახოს მოუწესრიგებლობა არის ოღონდ არის ყველაზე საყვარელი ადამიანი ვისაც ვიცნობ დედამიწის ზურგზე ყველაზე ესე იგი ერთგული ყველაზე მეგობრული და თან სასიამოვნო თან ამ ფსიქეში ჩასმის შემდეგ როგორი გამოვა კაცმა არის კაცმა არის ხელიდან არ წავიდეს საერთოდ გზას არ აცდეს ხო იცი რა უნდა გითხოთ ახლა შენ ინტერვიუებზე მინდა ესეთი გამოკვეთილად საინტერესო და პოპულარული ინტერვიუები ეს იყო ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუ მე მგონი პირველი თქვენ გამოიყვანეთ მდგომარეობიდან IQ როგორ სამი რაღაც IQ ზრდილობა კულტურა IQ როგორ დაგავიწყდა IQ ხო ნუ ზრდილობა კულტურა IQ ეს ლოზუნგია წყობა ვერ გავიხსენე ზრდილობა კულტურა IQ ეგ როგორ არის იცი მე ხო დავაკვირდი ხა იქ ხო დიდი მაგიდა იყო სადაც ვისხედით ეს ჟურნალისტები ამ მაგიდის ირგვლივ და ამ დროს შევნიშნე რომ ამ თავრობის ჟურნალისტებს რაღაცა ის აქვთ რა ჩოჩკოლი ერთმანეთში და მე მითხრეს რომ თურმე მაგათ გქონდათ ესე პედალი რა დააჭერს პედალს იმედი ირაკლი მონათქვას ზრდილობა დააჭერს პედალს პოზიტივი ირაკლი მონათქვას კულტურა დააჭერს პედალს ის აჭარის ტელევიზია IQ და
ეს უნდა აწყო რა, დილობა კულტურა აიქიოს, დილობა კულტურა აიქიოს, დილობა კულტურა, მაგრამ რა იცი, რიტმის გზნობა არ ქონია აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელს და ურევდა თურმე რა. ურევდა, ცოტა ადრე დაუსვა ელემენტები რა და ელემენტები რო დაუსვა, აი გარეთ რო გამოვედეს ხო, UPS-ები მოგვდა. ასამთებად. გაფუჭდა გესმის, ეს დილობა კულტურა აიქ იმაზე მე ჯერ თქვა, ვიდრე უნდა ეთქვა გესმის. ეს და გააფუჭეს ამათ ამ ხელისუფლების ტელევიზიაზე. ეგ ინტერვიუ ხო ბოლოს გამოვიდა, მგონი ნაციონალი რო გეძახდა, ნაციონალი. პირდაპირ ვეღარაფერი მოიფიქრა და პირდაპირ. ის იყო სხვა ის ნინო რომ ეძახდა იქ იყო. ხო, ხო. ნინო ის ხო ნაციონალი, მე ხო ნაციონალი ვარ გასვაბა მე ხა. კიდე მეორე ნაციონალები აღარ არიან, ოღონდ ნაციონალები და მე ვარ. ყველაზე საინტერესო ამბავი ის არის, რომ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ბიძინა ივანიშვილისგან აიღო ინტერვიუ. ცოცხალი ვნახე. პირველად თქვენ ნახეთ ეს არის რომელი წელი? ეს არის 2011. წერილი ხო დაწერა? ხო, აი პირველ წერილი დაწერა პირველი ინტერვიუზე თქვენ. ნუ როიტერი იყო სულ პირველი, რომელმაც პატარა ისეთი ფრაგმენტი გაავრცელა საერთაშორისო მედიისთვის და ქართველი ჟურნალისტებისთვის ყველაზე ისეთი მან ხო იცი ის იყო რა ქვია კასტინგი იყო ვის მისცემდა ინტერვიუს პირველს. ხო. ყველა ვცდილობდით რა. მე მაშინ არც ერთ მედიაში არ ვმუშაობდი, ვიყავი ეგრეთ წოდებული ფრილანსერი და შევთავაზე რომ მე ჩავწერ ისეთ ინტერვიუს საინტერესო სამ კაცთან, რომ ყველგან გავრცელდება. ანუ მე ხო არ ვარ არც ერთი არხი. ჩემგან წაიღებს ყველა და მივცემ სხვადასხვა მედია საშუალებას. მე რომ შემხვდა წინასწარ მივედი, ხელი ჩამომართვა, გავიცანი ეს კაცი. აღმოჩნდა რომ გვერდით ოთახებში კიდე ორი ჟურნალისტი იყო. ელოდებოდა თუ? ხო, ისინიც გაიცნო. აჰა. გაესაუბრა. ყველას გაესაუბრა. ანუ გასაუბრება მაგ გავლილი. გასაუბრება რომ ინტერვიუს გავლილი. სერიოზული გასაუბრება მაქვს, ესე იგი, კასტინგი ჩავაბარე, გამოცდა და ჩავწერეთ ეს ინტერვიუ. ყველა საინტერესო ფრაზა მაგ ინტერვიუდან რომელია? ხო, ეხლა ტრიალებს რამდენიმე ფრაზა მაგ ინტერვიუდან. ერთ-ერთი იყო ის, რომ ყვება, რომ ყველას ხო ვერ დაგვიჭერს უკაცვის ნიშა. ნიშაო, რომელიღაც დაგვიჭერს, ესე იგი, ბრძოლა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთს რო დაიჭერენ, 10 უნდა გავიდეს გარეთ და ყველა ციხეებს ხო ვერ გაავსებსო. კაცი იძახის, ციხეს ხო ვერ გავასწრებ. და რა შთაბეჭდება დაგჭა რომ ინტერვიუს მე. იცი რა, ჯერ ერთი არ იყო ესეთი შეჩვეული კამერას, მე უფრო რაღაცებში რაღაცა გაიწაფა ხო და ტრენინგდა და ну ძალიან გაუჭირდა რა. სხვა შედ მივეცი მე მას შესაძლებლობა რომ ის იქნა რა ქვია დამშვიდებულიყო, ცოტა დრო გასულიყო და მერე ჩაგვეწერა რა, რომ იმიტომ რომ ვერ ქნა პირველ ჯერზე იღელვა ინტერვიულა და ყველა კითხვა მიიღო ძალიან პერსონალურად ყველა ფერზე, მაგრამ მერე სხვა შორის მალე მიხვდა რა უნდა ექნა, ესეც მისი უნარია. ხო და მეორე ჩაწერაზე უკვე ხო, როდესაც ჩვენ მართლა ჩავწერეთ ეს ინტერვიუ და პირველი გაფუჭდა ფაქტობრივად ვერ ჩავწერეთ. მეორედ ჩაწერე. ესე პირველი საერთოდ არ გაშუქებულა. ხო, არ გაშუქებულა, იმიტომ რომ ვერ ჩავწერე. ხო. იმ დღეს თან საღამო იყო და ხო ადრე იძინებს. ამიტომ მეორე დღეს ჩავწერეთ, იმიტომ რომ არ გამოვიდა ხა ის ინტერვიუ და რომ ჩავწერეთ იქ მოკლედ მე გეკამათა, მე მგონი რაღაც მე გეკამათა კი რუსეთი. რუსეთი. ხო, სამწუხაროდ ჩვენ არ ვიყავით ყურადღებიანები ისეთი ყურადღებიანები იმ პროცესში, როცა როგორც ახლა ვართ და ყველაზე მეტი გაღიზიანება მისთვის გამოიწვია რუსეთის ხსენებამ და ამ საკითხზე კითხვა. როცა მე მას ვკითხე, რომ აი თქვენ თვითონ ხართ აღქმული საგარეო საფრთხეთ და რა გაქვთ ამ თემაზე პასუხად და სხვა შორის იდეა რომ ნაციონალების სპიკერი შეიძლება ყოფილიყავი მას გაუჩნდა პირველად მან თქვა რომ ეს ის კითხვაო რომელსაც ისინი სვამენო და შერატოს სვამნო გაღიზიანდა ამაზე ძალიან და მე მქონდა ჩვენ რამდენიმე ინტერვიუ კიდე და ამ პირველ ინტერვიუს მე დამჭეშდა ბიჭო სხვა შორის რომ მეკითხებოდნენ როგორი კაცია ой რანაირია რამდენიმე ჩემს ახლობელს ახსოვს ეს ჩემი რაღაცა ნათქვამი რომ ეს ახლა მიშას გაუშვებს და მე ჩვენ მეთქი მქონდა ესე შტაბიჭდება რომ გაგვიჭირდება ამის გაშვებისკენ ვეღარ გაუშვებ თქვა ასეთი რამეც თქვი და ეგ 2011-ში თქვი ხო? ეს იყო 2011-ში ხო, ჩემზე ეს შტაბიშტილება დატოვა. ოღონდ ვეღარ გაუშვებთ ხო, როგორი ის იყო, იცი რომ აი ხარ ის დრო რა, რომ აი ვეღარ ის ბოლო დრო, იმიტომ რომ ჩვენ ეს ამის იქით უკვე აღარა გვაქვს ის რა ქვია. კი. მაგრამ მას ახლა ძალიან ეხმარება ბევრი რაღაც. თუნდაც პროპაგანდა განსაკუთრებით. მაგრამ განსაკუთრებით შენ დაკვირებული ვარ რომ ეს ტროლებს რაღაცა ხმალამოღებული ებრძვი რისთვის ოღონდ რაღაცა თითქოს ქარისტის ფილებს ერკინებიო რა ანუ კი საჩენიშნე გამბავია ხო იმიტომ რაღაც უპასუხობ Facebook-ში აი ტროლებს რაღაცა პასუხი უნდა გასცე და რატო რა იცი რა ხა ტროლს გააჩნია რა მე მეგენი მყავს კატეგორიზებული არის ესეთი აი ძალიან ესე შეეფერება ეს სიტყვა ტუპა ხო იცი აი ტროლი რო აი შემოვიდა აგინა გაფურთხა გაგლანძღა ეგ ბლოკ პირდაპირ უნდა დაბლოკოთ ხა არის ტროლების ისეთი კატეგორია რომელიც
მაგალითად აი ხა გუშინდელი ტროლების ერთი-ორი მაგალითს გეტყვი, მაგალითად ცოტა როგორი ტროლია იცი ესა, აი ცოტა სინდისიანი. ხო, როგორ? აი ხა ფულს კი იღებს რაღაცაში, მაგრამ ცოტა უტყდება რომ ტროლია, თან კაცია გესმის და ცოტა უხეშად რომ მომართა და რომ აღმოჩნდა რომ მე გამოვეპასუხე. შერცხვა რა მოერიდა რა და რაღაცა მე კიდე მითხრა რა არა მე თქვენ კი არა რაღაცა მე ზოგადად ვამბობ და მე შენ კიდე უპასუხე აუხსენი. აი აუხსენი გესმის. აუხსენი რაღაცას მე დავებოდა რა ვიცი რაღაცის ქვეშ რაღაცას წერდა და ბოლოს როგორ დამთავრდა იცი? ღმერთმა დიდხანს გაცოცხლო. ქალბატონო ნინო. ოღონდ ამათ ხო ცოცხლები ელანდება და ნახე როგორ შესწავლებს უშვებ მე ხშირია სხვა შორის. გაცოცხლო თუ ესე? გაცოცხლო. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლო. ქალბატონო ნინო გაგცოცხლოთ. არის კიდე ესეთი მაგალითად ბეცი ტროლების კატეგორია როგორი ტროლია ხა ესე იცი ძალიან დაბნეული ასაკიანი ხალხი ვინც ვერ იმაშვება რა ქვია ლავირებს ამ Facebook-ში და თან გლანძღავს და თან გეჭყო შენთან არის შემოსული და საიდან შემოდიხარ ჩემ გვერდზე რა გინდა რას მივარდები გეჭყობება სადავი თვითონ არის დაკარგულია რა რას მივარდები გეჭყობება და აქ ბრძანდებით ქალბატონო ცოტა ნავიგაცია ჩართეთ რაღაცებს ამაზე მე ყველა და რატო პასუხობ ხა გეტყვი ხო სერიოზულად რო გეპასუხო იმიტომ პასუხობ რომ იქ ხო სხვები ჩემოდიან რა. უნდა იცოდეს ყველამ რომ რაღაცა საკითხებზე პასუხები არსებობს, ამიტომ რომ ვწერთან ჯერთი ინფორმაცია ეს მე სულ ბმულებს, აი მაგალითად სადღაც ვთქვი რომ ეს არის რუსული ინტერესების მთავრობა. ხო, აბა მიშა იყო ისა ხო გიწერენ მე და აი საი რატო არის რუსული შენ თვითონ ხარ რუსი რა მე არგუმენტებს ნახე ეს ბმული ნახე ამან ეს თქვა, აქ ეს თქვა, აქ ეს თქვა და რატომ არის რუსი არგუმენტებით ან სხვა რომ შემოდის ამას ხომ ნახულობს, ამიტომ ამ ჩემს მოვალეობის ფარგლებში განვიხილავ ამ ყველაფერს. ერთი რიგითი ჯარისკაცი ხარ? ერთი რიგითი მე ვარ ტროლ ჰანტერი, ასე ვთქვათ, ტროლებზე მონადირე, რომელიც თავის ჟურნალისტურ ფუნქციებში, ესე იგი, შეყავს აი ეს ტროლებთან საუბარის. ხო შორის ინდმეწარმეებიც გამომიჩნდნენ ამ ბოლო დროს, აი მაგალითად ესეთი მწერს კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება, ყიდვა, გაყიდვა, Windows-ის ინსტალაცია. კარგი კაცია ივანიშვილი. ეგეთ სახელია კომპიუტერი. ინდმეწარმე შემოაგნა ფული. ბოლო ამბავი იყო, შენ იყავი პოლონეთში. აჰა. ხო, ეს ძალიან საინტერესო ამბავია, ნუ რომელიც საზღვარზე გაგაჩერეს და რაღაც კითხვები დაგისვეს, ხო? მე მგონი ეს როგორ იყო ეს? ხო, ეს იყო ხომ მიფრინავდი რიგაში უსაფრთხოების კონფერენცია იყო და ვიყავი იქ პანელის ერთ-ერთი სპიკერი. მიმიწვიეს ქართულ მედიაზე სასაუბროდ მზია ამაღლობელის თემა და ასე შემდეგ იცით რომ ეს არის ძალიან პოპულარული და ზოგადად საქართველოში ამ დემოკრატიის უკუსვლა და მივდივარ პოლონეთის გავლით. დილა უთენია ხო იცი რომ ჩადიხარ, რომ დაღლილი ხარ გეძინება და ნუ გახარ ახლა ამ საზღვარზე რიგში. მისვამე სტანდარტულ კითხვებს სად მიდიხარ, რამდენ ხანს შემანახი, უკანა ბილეთი. უკვე ცოტა უფრო მეტი მკითხეს, ვიდრე სტანდარტულად მეკითხებიან პოლონეთის საზღვარზე. მკითხეს თუ მაქვს დამადასტურებელი რომ სპიკერი ვარ, ნუ ვიდრე გავხსენიეს ვებგვერდი, ამ ვებგვერდზე ამოვიღეთ ჩემი ფოტო მივეცი ვაჩვენე რომ კი აი ამ პანელში მონაწილეობ და უცებ მეკითხება ეს მესაზღვრე. ხომ არ თანამშრომლობ საქართველოს მთავრობასთან? რას ხდება? მე აღმოხდა no ესეთი no აღმოხდა ჩემი no იმხელა იყო რომ ყველამ შემომხედა მეგონა რომ ცოტა ხوار მესიზმრება მეჩვენება აზუსტებს საქართველოს მთავრობასთან ქართულ ოცნებასთან აზუსტებს ხომ არ თანამშრომლობ ახლა რა შემოთქვა არ ვიცი და რატო ხო იცი შეურაცხყოფის აღშფოთების მეორე ნოუმ უკვე შეძრა მთელი პოლონეთის ვარშავის აეროპორტის ანძარები ანუ ესე რადგან პრესა ალბათ ხო იმ დღეებში იყო სხვა შორის საუბარი იმაზე რომ იმედი და პოზიტივის შეიძლება დასანქცირდნენ და რატომღაც შეიძლება აი ამ ტესტის ქვეშ გავიარე ნუ შემდეგ აღმოჩნდა რომ სხვებს არა და მე ეს 4 თითიც დამადებინეს და ეს სკანირებაც გააკეთეს ჯერ არ არის საზღვრებზე ხა იწყებს ამოქმედებას და მე ცოტა ადრე მომიწია ეს ამ პირბადების არ იყოს პირბადების არ იყოს რატომღაც ესე მოხდა მე გამატარეს რა თქმა უნდა მაგრამ ეს დავწერე რა და ეს იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა როგორც ჩანს მოქმედი არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის რომ ტროლების შემოსევა არ ერქვა ამას ასეთი აი შტურმი იყო ეხაც მიმდინარეობს რაღაც პეიჯებზე სერიოზულად თაგავენ მომდის ეს თაგები და იქ ყველა სივრცეში არ ხმალაობ ეხა ამას ვერ მოვიტყვები ამდენი დრო არა მაქვს მაგრამ ჩემს საკუთარ გვერდს ვასწავლებ კითხვას რო გისვამენ უკვე პრობლემაა კითხვა საოცრებაა ხო ეს ისეთია რა ვიცი
რა ვიცი, ახლა ალბათ ვიზებთან დაკავშირებით ხო ეგ იქნება ხო თავარი ამბავი. აი, მოდი იცი რა უნდა კითხოთ ახლა, რადგანაც ძალიან ბევრი წელია მუშაობ ამ სფეროში. ყველაზე უცნაური გადაღებები რა გქონია? ერთი რაც მახსენდება ყველაზე უცნაური მართლა, ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისში, ოღონდ წინა საუკუნე იყო ეს. სამეგრელოში პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებმა მოიტაცეს გაეროს 4 დამკვირვებელი სხვადასხვა ქვეყნიდან. ხო. და ეს 4 დამკვირვებელი წაიყვანეს სოფელ ჯიხაშკარში. გამაგრდნენ იქ რომელიღაც სახლში ეს მძევლები შეიყვანეს და ჩაიგედნენ. ჯიხაშკარში ალყაში მოაქციეს მთელი ჯიხაშკარი და ნუ თქვეს რომ აღდგეს კანონიერი ხელისუფლება, გავათავისუფლებთ ამ შემთხვევაში ამ მძევლებს. ნუ ზუგდიდი იქცა ეპიცენტრად რა. იქ არის რა ვიცი Associated Press-ი, Reuters-ი, მთელი მსოფლიო რა ვიცი, მთელი მსოფლიოს მედია იქ ვართ და მე მაშინ მუშაობ ტელეკომპანია იბერიაში, პატარა ტელევიზია იყო მაშინ ესეთი. და სხვა შორის გიგი უგულავასთან ერთად ვარ, მაშინ ჟურნალისტი იყო გიგი უგულავა და მე და გიგი ვარ წასულები ამ ამბის გასაშუქებლად ერთი ტელევიზიისთვის, ჩვენი ოპერატორით. და ვერ შევდივართ რა ამ ჯიხაშკარში, იმიტომ რომ ერთი ხო თვითონ აქვს ალყა და მეორე ალყა აქვს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შევარდნაძის უშიშროებას და ნუ იმასაც ვერ გაარღვევ, მე იმასაც თუ გაარღვევ და მოგეთ გვასწავლის რაღაცა გზა რა. რომლითაც უნდა გევლო ფეხით 1-2 საათი, მთებით, ბაღებით რაღაცა და გადადიოდი ამ ჯიხაშკარში რა. და წამოვა რა გიგი მითხრა წავიდეთ და გაი წავიდეთ. წავედით. უგულავა რო იყო იქ გზაში ეუბნებოდა ამ შემხედრის ბაღებზეც დავდიოდით. შენ არ თქვა გვარიო გაფრთხილებული ვყავდეთ, იმიტომ რომ შენ არ წემენაკ პატის. ჟილაშვილი ახლა წინ მიდიოდეს ქართველი უკან მიყვებოდი, ესე იგი ჩუმად წყნარად და მოკლედ ტერორისტთან მივდივართ. მივედით ახლა ამ სახლში. გაეროს ხალხი ყავს, დატყვევილი. გაეროს ხალხი ყავს, ურუგვაელი, ესპანელი, მგონი ჩეხი, მეოთხე არ მახსოვს და მთელი სახე მსოფლიო ფეხზე დგას კაცო, 4 მძევალი ყავს, სადღაც ვიღაცას არავინ არ იცის რა პირობებში, როგორ აყავთ ეს მძევლები და ნუ რა ვიცი, ვერ ფრენები დაფრინავენ და მთელი ამბავია რა და ნუ მოკლედ შევახციეთ როგორც იქნა შეგინით რომ უნდა გადავიღოთ ახლა რა ხდება, ოღონდ ჯერ არ ვიცით, შეიძლება ჩვენ დაგვტოვოთ, რანაირ ტერორისტებთან მივდივართ, არ ვიცით, აი თავ განწირულები მივდივართ რომ ამბავი გავიგოთ და მივედით. ჯერ გითხრეს რომ მომზანდითო აქო მიირთვითო ჯერო და სამეგრელოში ეგეთ წესია სტუმარი რომ მოდისო ჯერო უნდა მიირთვას. მიირთვას არ გვშია მეუბნებით თუ შეიძლება განახეთ ეს ხალხი ეს კაცი. არა უნდა ჭამოთო, კაი რა გაეწყო ტერორისტი რო გაძალებს და ჭამეო. უნდა ჭამოი ხა რა სიზავ. ელარჯი ხაჭაპური რაღაცები ვჭამეთ ახლა იქ ჭადიყველი რაღაცა და ველოდებით მთავარ ტერორისტთან შეხვედრას. ესებუა უნდა მოვიდეს. ესებუა უნდა გამოვიდეს. გამოდის პატარა ბიჭი. გამხდარი, ძალით ბრაზიანი ესეთი და ნუ გვაძლევს ძალიან ბრაზიანი ინტერვიუს რომ რაღაცა ესე რაღაცა ჩავწერეთ ახლა ეს 9 საათიანი ინტერვიუ და ეხლა თუ შეიძლება რომ ემძევლები გადავიღოთ და ნუ საჭიროა გვეკითხება მძევლებისგან ნუ სასურველია რომ აი ვაბამთ ახლა რომ აი ვანახოთ რომ მძევლები რომ კარგად გყავთ რომ კარგ პირობებში გყავთ და რომ არ უფლებებს არ ულახავთ და კი გაეცინა და გითხრა რომ მე მგონი ჯობიო არ გადაიღოთ გითხრა და ვერ მივხვდი ჩვენ უკვე დავფიქრდით რომ იქ რამე ცუდი ხო არ ხდება და ეს კაი ხო ჩაითო დაბლა ცოტა მოსარდაფო სართული იყო რა პირველი სართულის ქვეშ კიდე რაღაცა რო ახონდა ბესეთკასავით გაკეთებული შევდივართ და ეს 4 მძევალი თავისი ესებუას ტერორისტებიანად მტრალები. მტრალები არიან? მიყოდებულები. ეი ბობენი ლარგი მიდი ჭამას მაგა. უნდა გადავიღოთ ერთმა ძლივს და ალაგა ცოტა რაღაცა და თქვა რომ შენს მოვაკო. ისე კარგად ვართო რომ თუ რატო იღავითო ბაზარი არის აქ რამდენ ხანსაც გინდა წინები იქნები. ესეთი მასშტაბური ესე იგი რა ტერორისტები კი არა მიდიოდა გულაობა ხო ესე იგი სმაჭამა ჩვენ რო გამოვედით ეს ვაჩვენეთ ახლა მოყოლი ძალიან უხერხული იყო მართლა როგორ მოგვეყოლა არ ვიცოდით რა და მე ეს ვაჩვენეთ და ნუ იქ ვაჩვენეთ უბრალოდ რამდენიმე კადრი რომ ესე ჭიქეს უჯახუნებდნენ ერთმანეთს ეს კადრები მქონდა მეხოდრე მიხვდება გაეროსთან კი არავის აი ისეთი გუგუნი იყო რომ აი მართლა მძევლობა ხო არ მღეროდნენ კიდეც არა სიმღერით არ მღეროდნენ ამას შეიძლება ჩვენ გარეშე მღეროდნენ კიდეც არ ვიცი მაგრამ ძალიან კომფორტულად რო იყვნენ და რა ვიცი კარგად ჭამასმით მე ერთ საწყალი ესებუა სპეცოპერაცია ჩატარდა და მოკლედ გაქცევის დროს მოკლეს და ყველა დანარჩენი ნახევარი მოკლეს მეორე ნახევარი შეიკრეს ვერ იმ შეკრულებს ვინც ესროლეს იქ მთელი ამბები იყო და ძალიან დიდი დრამა განვითარდა ძალიან მძიმე ნუ ის 4-ვე მძევალი მოკლედ ძალიან
გათავისუფლდა. მაღოფილი ცოტა მეტი ჭარბიწონით. რეალურად მათთვის იყო ტკბილი მოგონებები, ტკბილი მოგონებებში ჩაწერენ იმას, რომ კარგად იქეიფეს, კაი დრო ატარეს სამეგრელოში. მოკლედ დინო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ხოვდი ჩემთან გადაცემაში. ვახო მომიკითხე ხვალ რომ გამოვა. აუცილებლად. დანარჩენებსაც მალე უსურებ გამოსვლას და სოლიდარობას უსხადებ. თავისუფლება ყველას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, მე მაინც მექნება აქცენტი ჩემს კოლეგამ ზია ამაღლებელზე ხა ვახოს 5 დღე და 6 დღე ქეთასი მათი აღქმითაც დარწმუნებული ვარ არაფერია მზიას ყოფასთან შედარებით მზიამ აიღო პრიზი განსაკუთრებული პრიზი მოდი აღვნიშნოთ ესეც და მიულოცოთ მას აქედანაც ეს პრიზი ვიცი რომ ყველას გვიყურებს ძალიან მინდა რომ იყოს ჯანმრთელად და მისი თვალის ხედვის პრობლემა რაც აქვს უგვარდეს მალე და ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით მადლობა მზიას რომ ზოგადად ესეთი კომუნის ნაწილად გვაქცია ესეთი მაგარი კომუნის როგორც ქართული დამოუკიდებელი მედია რომელიც აღმოჩნდა რომ ვარ დაუმარცხებლები და ვერც ვერავინ დაგვამარცხებს მადლობა შენ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მადლობა ტელემაყურებელებს გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.